აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ერთად შესახვედრად ემზადება საპროტესტო საზოგადოება. დღეს ზუსტად 19 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან პროტესტის ყოველდღიური მონაწილეები. ამის შემდგომ გაიმართება მარში, რომელიც დასრულდება დედაქალაქის მთავარ გამზირზე, თუმცა ისინი არ წავლენ ამ საპროტესტო აქციიდან 11 საათამდე დარჩებიან ქაშვეთის მიმდებარედ და შემდგომ უკვე 12 საათზეც ერთად იქნებიან, შეხვდებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ქაშვეთის მიმდებარედ. როგორც ეს მოხდა წინა წელს უკვე ძალიან ბევრ დღესასწაულს შეხვდა ეს საზოგადოება ერთად. მათი მთავარი ნიშაც ის არის, რომ ყველა კარგ თუ ცუდ მოვლენას ერთობლივად გასცენ პასუხი და ერთად იზეიმონ ან ერთად დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია ან პროტესტი ყველა მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით. დღევანდელი დღე სამ ძირითად ხასიათს ატარებს. რა თქმა უნდა, ისინი ემზადებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ერთად აღსანიშნად. გარდა ამისა, დღეს არის ტრადიციული შაბათის მარში და ამიტომ ეს ფორმატიც რჩება დღის წესრიგში და გარდა ამისა პროტესტს გაუხდა 500 დღე და ამ უწყვეტი წინააღმდეგობიდან გამომდინარე დღევანდელი დღეც არ იქნება გამონაკლისი, ამიტომ დასავლურად განწყობილი მოქალაქეები ისევ შეიკრიბებიან, ისევ გააპროტესტებენ, კვლავ დააფიქსირებენ საკუთარ კრიტიკულ პოზიციას, თუმცა რა თქმა უნდა ამის პარალელურად როგორც აღვნიშნე დღეს მაინც მათი მთავარი განწყობა იქნება იქით მიმართული, რომ საღამოს 11 საათზე და უკვე ღამის 12 საათზე იყვნენ ერთად და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ერთად შეხვდნენ. წინააღმდეგობის მე-500 დღეა. 500 დღეა ქართველი ხალხი ესე მტკიცედ, მედგრად იბრძვის თავისუფლებისთვის და ჩვენ ეს მოვახერხეთ ერთადგომით, ერთიანობით, ერთმანეთის მიმართ სოლიდარობით, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კიდევ ერთხელ ამის დემონსტრირებას, ამიტომ ყველას საქართველოს მოქალაქეებს ველოდებით 7 საათზე ფილარმონიასთან, იქიდან გვექნება მსვლელობა პარლამენტის შენობის მიმართულებით ტრადიციულ შაბათის მარშზე და უკვე გვიან, როდესაც გვიან თქვენიც აღდგომი დგება ჩვენი ერთ-ერთი ბრწყინვალე დღესასწაული და უკვე 11 საათიდან ქაშვეთის ეკლესიის წინ ვიქნებით შეკრებილი და ვისაც სურვილი ექნება ერთად შევხვდებით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. სამი მნიშვნელოვანი მოვლენა აერთიანებს ჩვენ საზოგადოებას, ეს არის ძალიან გამაერთიანებელი დღე. ყველაფერი ის, რაზეც ჩვენზე ამბობენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომ ჩვენ არ ვართ ეროვნულები, არ გვჭირა ღმერთის, რომ რაღაცა სიძულვილისთვის ვიბრძვით, ყველაფერი არის ტყუილი და ზუსტად ეს გამოჩნდება შაბათის მარშზე და უკვე აღდგომის ღამეს. ჩვენი მთავარი მესიჯი არის მარტივი. ჩვენ ვიბრძვით ერთიანი, ერთი საქართველოსთვის, ვიბრძვით ისეთი ქვეყნისთვის, რომელიც ყველასთვის მუშაობს და ამიტომ ჩვენ გვამოძრავებს არა სიძულვილი, არამედ სიყვარული, ერთმანეთის პატივისცემა და ჩვენი ტრადიციების პატივისცემა. ამიტომ ვთხოვთ ყველა მოქალაქეს განუჩვევად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, შეიძლება იმედგაცრუებებისა მოვიდნენ და ნახონ რეალურად როგორები ვართ ის ხალხი, ვინც აქციებზე ყოველდღიურად გავართ. არის შაბათის მარში თან 500 დღეა და მოგვიწოდებთ მეგობრებს, ახლობლებს, ზვიადის კურსელებს, ზვიადის მეგობრებს. თუ ქალაქ გარეთ არ ხართ გასული, გთხოვთ მოგზავნდეთ შაბათის მარშზე და კიდევ ერთხელ გავაგონოთ ამ რეჟიმს, რომ ჩვენ ვარსებობთ. დღეს შეკრების სამი მიზეზი აქვს საპროტესტო საზოგადოების წარმომადგენლებს, ამიტომ 19 საათზე ისინი ტრადიციულად იდგებიან ფილარმონიასთან, შემდგომ კი სტანდარტული მარში გაიმართება, რომლის კულმინაციური მომენტი იქნება დედაქალაქის მთავარ გამზირზე, ხოლო ბოლოს უკვე ისინი ქაშვეთთან გადაინაცვლებენ სანთლებით და წინა წლის მსგავსად კვლავ ერთად შეხვდებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ეს ადამიანები მუდმივად აქცენტირებენ იმაზე, რომ ერთობასა და ერთიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ყველა საკვანძო მომენტში, ამიტომ ამ თვალსაზრისით მოწინავე იქნება დღევანდელი დღეც, სადაც იქნება ყველა ადამიანი ამ საპროტესტო აქციაზე, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ბრძოლის წინახაზზე ტრადიციულად იდგებიან სინდისის პატიმრების მშობლები და ასევე საკუთარ შვილებს მიმართავენ, ეტყვიან, რომ შეიძლება ახლა ისინი ქართულ ოცნებას გამოკეტილი ყავს 4 კედელში, თუმცა ეს მოცემულობა და რეალობა ძალიან მალე შეიცვლება და ახლა იტოვებენ იმედს, რომ ნამდვილად მომდევნო პერიოდის განმავლობაში საქართველოში ვითარება დემოკრატიული თვალსაზრისით გაცილებით უკეთესი იქნება, თუმცა ამის მთავარი წინაპირობა უნდა იყოს ბრძოლა, უწყვეტი პროტესტი და ამიტომ დღეს ყველა ჯერ 19 საათზე ფილარმონიასთან იქნება, შემდგომ კი 11 საათზე ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე.